მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, სტუმრებო, ქორუმი არის და შესაბამისად კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. დღეს კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული არის ერთი საკითხი, ეს არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. მომხსენებელი გახლავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ქალბატონი თეონიანი. მოგესალმებით ქალბატონო თეა, მივესალმებით თქვენს გუნდს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს კომიტეტი, ჩვენ ადრიდანვე დავგეგმეთ ამ კომიტეტის ჩატარება, იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი კოლეგებისთვის, თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, თქვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ერმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა და დაგვიტოვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს პარლამენტმა, ასევე საზოგადოებამ მაქსიმალურად სრულყოფილად იცოდეს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა, ასევე ის დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთაც თქვენ გეგმავთ. ჩვენ პრინციპში უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ რაც თქვენ გახდით სააგენტოს ხელმძღვანელი, მუდმივად გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ასევე მინდა გამოთქვა კმაყოფილება, რომ ეს კომუნიკაცია არის ძალიან ეფექტური, შედეგიანი. მოგეხსენებათ, ზაფხულის პერიოდში მე პრაქტიკულად გზაში გავატარე და მოვინახული არაერთი ძეგლი, დაწყებული შატილი, მიცუ, ხარდოტი და დამთავრებული მანგლისის ტაძრით, რამდენადაც მე შევძელი ყველგან მოვახერხე ჩასვლა, მონახულება ჩვენი ტაძრების თუ სხვადასხვა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და ხედავ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიების ჩატარება. ვიცი, რომ თქვენ წელს აქტიური წელი გქონდათ და გვინდა რომ უფრო დეტალურად ვიცოდეთ თქვენ მიერ ჩატარებული საქმიანობის თაობაზე და ასევე მომავალი გეგმების შესახებ. გთხოვთ ქალბატონო თეა. მოგესალმებით. პირველ ყოვლისა დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაინტერესდით კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე პროცესებით და მომეცა შესაძლებლობა, რომ გესაუბროთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ სამომავლოდ. ის რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით, ეს ერთის მხრივ არის ძალიან დიდი ბედნიერება და მეორეს მხრივ ძალიან დიდი გამოწვევა. დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 7969 ძეგლს, რომელთაგან უმრავლესობა არის კომპლექსური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აი დაუშვათ რომ ავიღოთ ალავერდის კომპლექსი, სადაც სხვადასხვა ნაგებობაა განთავსებული და ამ ნაგებობებიანად ჯამში დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხულია 9792 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტი, თუმცა გაცილებით მეტია იმ ობიექტების რაოდენობა, რომელსაც ჯერ არ აქვს ძეგლის სტატუსი მინიჭებული, თუმცა სათანადო შესწავლის შედეგად უნდა მიენიჭოს ძეგლის სტატუსი. როგორც კი ობიექტს ენიჭება ძეგლის სტატუსი, ბუნებრივია მასზე ვრცელდება მთელი რიგი როგორც შეზღუდვები, ასევე სახელმწიფოს მესაკუთრეს მუნიციპალიტეტს უკვე წარმოეშვება ვალდებულება ამ ობიექტების მოვლა პატრონობის კუთხით. სწორედ ჩვენი სააგენტოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პირველ ყოვლისა ეს არის კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი ინვენტარიზაცია, ანუ აღრიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ჩვენ გავცემთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვას გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იმ აჭარაში და თბილისში გავცემთ მხოლოდ საკულტო რელიგიურ და საფორტიფიკაციო ნაგებობებზე სამუშაოების ნებართვას, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ყველა ძეგლზე სამუშაოების ნებართვას და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას. ასევე ვითანხმებთ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში დაგეგმილ სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტებს. მოგეხსენებათ, არსებობს კულტურული მემკვიდრეობის როგორც ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა, რომელიც იცავს მის ფიზიკურ არეალს და ვიზუალურ არეალს, ასევე საქართველოში სხვადასხვა
ტერიტორიებზე დადგენილია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონები, რომლებიც უკვე მოიცავს ფართო არეალებს, დაუშვათ მცხეთაში განსაზღვრულია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ზონა, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, რომელიც ფაქტობრივად ფარავს მთელ ქალაქ მცხეთას და მის შემოგარენს. შესაბამისად, მცხეთაში ნებისმიერი სამშენებლო სამუშაო უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან და ჩვენ ამ სამუშაოების პროექტებს ვიხილავთ იმ კონტექსტში, რომ ახალი მშენებლობებით ზიანი არ მიადგეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს. ასევე ვზრუნავთ არამატერიალური მემკვიდრეობის აღრიცხვა ინვენტარიზაციაზე, ვაფიქსირებთ არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტებს, ობიექტებს, ვადგენთ შესაბამის სააღრიცხვო დოკუმენტაციას, ვანიჭებთ ძეგლის სტატუსს ამ ობიექტებს და როგორც მოგეხსენებათ, უკვე სასიხარულო ინფორმაცია რომ გვექნება უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლი, ეს არის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი, ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები, მასთან დაკავშირებული რიტუალები, რაც კიდევ ერთი დიდი აღიარებაა ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის. ანუ რას ვაკეთებთ ამისათვის, აი მიზნების იმ ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, რაც გვევალება არაკანონმდებლობით, არამედ სამინისტროსგან დელეგირებული უფლებამოსილებებით. ყველა ის ფუნქცია, რასაც დღეს ჩვენ ვახორციელებთ, კანონით განეკუთვნება კულტურის სამინისტროს კომპეტენციას, თუმცა 2008 წლიდან დღემდე ყველა აღმასრულებელი ფუნქცია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, ის რაც ჩამოვთვალე იქნება ეს ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება, მოხსნა, ინვენტარიზაცია, ნებართვების გაცემა თუ ასე შემდეგ, დელეგირებული აქვს სააგენტოს და სააგენტო წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აღმასრულებელ რგოლს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი საქმიანობას შეუდგა მიმდინარე წლის მარტიდან, მე დავინიშნე 25 თებერვალს და ჩვენი პირველი რიგის ამოცანა გახდათ მიმდინარე პრობლემების ანალიზი, ანუ იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ჩვენ დავისახეთ მიზნად, რა გვჭირდებოდა და როგორი სტრუქტურა გვჭირდებოდა სააგენტოსი. ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იქეთკენ, რომ შეგვენარჩუნებინა პროფესიონალი კადრები და ამავე დროს მათთვის შეგვექმნა ღირსეული ანაზღაურების პირობები. ვერ ვიტყვით, რომ დღეს სააგენტოში არის იდეალური ანაზღაურება, თუმცა არის იმაზე გაცილებით უკეთესი, რაც ჩვენ დაგვხვდა და ამისთვის პირადად ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კულტურის მინისტრ ქალბატონ თინათინ რუხაძეს, რომელიც უშუალოდ იყო ამ პროცესებში ჩარეული და პირველი ამოცანა, რაც მან დაგვისახა, იყო ის, რომ შეკრიბეთ პროფესიონალების გუნდი და იმისათვის, რომ ამ გუნდმა იმუშაოს, შექმნით ღირსეული პირობები, ეს რამდენად შევძლებთ, რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალურთან მიახლოებული, თუმცა ეს პროცესი ალბათ სამომავლოდ გაგრძელდება, იმიტომ რომ დარგში არის ძალიან დიდი დეფიციტი პროფესიონალების. მოგეხსენებათ, პირთა წრე, რომელიც ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციას, რეაბილიტაციას და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ საქმიანობას არის ძალზე შეზღუდული. ანუ ჩვენ გვჭირდება პირველ ყოვლისა არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ანუ ეს არის მულტიდისციპლინური დარგი, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობას და ყველაზე დიდი დეფიციტი დღესდღეობით სფეროში არის არქიტექტორ-რესტავრატორების, კონსტრუქტორების, რომლებიც კონკრეტულად მიმართული იქნებიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაზე. იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებულია ახალი მშენებლობის კონსტრუქციების გათვლა და ასე ვთქვათ, მათი კვლევა და აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ჩასატარებელ სამუშაოებზე კონსტრუქტორის მიდგომა. სამწუხაროდ ესეთი ღვაწლმოსილი პროფესიონალები ამ სფეროში გამოგვეცალნენ. ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, რომელიც ყავს და მას ჯანმრთელობას უსურვებ,
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა სააგენტო და სამწუხაროდ ვერ მოხდა ახალი კადრების გაზრდა, აი თუნდაც კონსტრუქტორების კუთხით. იმიტომ რომ თუ ჩვენ, ანუ პრობლემას რა წარმოადგენს, რომ თუ ჩვენ ვუტარებთ ძეგლზე სამუშაოებს ექსპერტიზას, დაუშვათ გვინდა რომელიმე ტაძრის კონსტრუქციული გამაგრება, ბუნებრივია ნებისმიერი საექსპორტო ბიურო ამ სამუშაოებს განიხილავს ჩვეულებრივი სამშენებლო სამუშაოების ჭრილში და დაუშვათ გვისაზღვრავს, რომ შენობა უნდა გამაგრდეს 11 ბალზე. პირობითად, რაც ძეგლთან მიმართებაში არის წარმოუდგენელი და შეიძლება თუ ასეთ ჩარევას განვახორციელებთ, ან მთლიანად რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში ჩავსვავთ ძეგლს, ეს იქნება ძეგლისთვის დამღუპველი და ძეგლი, რომელიც 10 საუკუნე იდგა, ჩვენამდე მოაღწია, ჩვენ შეიძლება ასეთი უხეში ჩარევით ის სამუდამოდ დავაზიანოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ დამახინჯებული კულტურული მემკვიდრეობა, რაც ძალიან არ გვინდა და ამისათვის, ანუ ეს არის ერთ-ერთი კიდევ ძირითადი პრობლემა, არა მარტო ეს მხოლოდ ერთი მაგალითი ჩამოვთვალე, თუნდაც კონსტრუქტორების კუთხით, რომ აი ესეთი პროფესიონალები, რომელსაც უკვე გააჩნიათ სათანადო უნარჩვევები, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიუდგნენ ისე, როგორც საჭიროა ამ ობიექტებთან მიდგომა, არის საკმაოდ დეფიციტური და პრობლემას ქმნის ისიც, რომ ახალგაზრდების დაინტერესებაც ამ სფეროში არის ნაკლები. ანუ სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის ფაკულტეტზე სწავლობს თითო როლა სტუდენტი, რაც ჩვენთვის არის ძალიან მტკივნეული. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება უცხოელი სპეციალისტების დახმარება, მაგრამ მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების იმედად ბუნებრივია ვერ ვიქნებით, საქართველოშიც უნდა აღიზარდნონ დარგის სპეციალისტები, რომლებსაც გადაეცემათ ესთაფეტა და ისინი უშუალოდ შემდგომში ჩამოყალიბდებიან ისეთ პროფესიონალებად, რომელთა ხელშიც მემკვიდრეობა იქნება მოვლილი და დაცული. ანუ სირთულეები დარგში არის უზარმაზარი, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, და ჩვენი გუნდი ფაქტობრივად საქმიანობას, ასე ვთქვათ, რეორგანიზაციის რეჟიმი იყო 3 თვე და უკვე ივლისიდან ჩვენ დავიწყეთ, ბუნებრივია პროცესები ვეცადეთ, რომ არ გაგვიჩერებინა მანამდე დაწყებული პროცესები, ის რაზეც უკვე გამოცხადებული იყო შესყიდვები, რაზეც უკვე იყო დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა ჩვეულების სამეფო, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ დაგვეგეგმა ახალი სამუშაოები, ამისთვის საჭირო იყო მთელი რიგი პროცესების გავლა. პირველ რიგში პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ არ დაგვხვდა პროექტები, რომლის საფუძველზეც შეგვეძლო დაუშვათ მეორე დღესვე გამოგვეცხადებინა ტენდერი და შეგვესყიდა რომელიმე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჩვენ მოგვიწია წინა წლებში შესრულებული პროექტების გადამუშავება და ამ პროექტების გადამუშავება გულისხმობს არა მარტო დოკუმენტურ რევიზიას და ხარჯთაღრიცხვის ხელახლა გადათვლას, არამედ სპეციალისტებმა ადგილზე უნდა შეამოწმონ ძეგლი, იმიტომ რომ ძეგლი ყოველწლიურად განიცდის რაღაცა ცვლილებებს გარემო ფაქტორების გამო და შეიძლება 5 წლის წინ გაკეთებული პროექტი დღეის მდგომარეობით უკვე აღარ პასუხობდეს ძეგლზე წარმოქმნილ საჭიროებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც შევძელით, რომ 16 ობიექტის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოგვეცხადებინა დაგვიწყო შესყიდვების პროცედურები, ასევე გამოვაცხადეთ რეაბილიტაცია ისეთ ძეგლებზე, რომელთა უკვე არსებული დოკუმენტაცია იძლეოდა შესყიდვის პროცედურის დაწყების შესაძლებლობას და მიმდინარე წელს მაინც ჩვენი ძირითადი აქცენტი იყო ის, რომ რაზეც ჩვენც ხშირად საუბრობდით, რომ სპეციალისტთა ჯგუფი წასულიყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ენახა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა შეეფასებინა, შეემუშავებინა სათანადო ტექნიკური დავალებები იმისათვის, რომ წელს და მომდევნო წელს ჩვენ გამოვაცხადოთ, ანუ შევისყიდოთ ძეგლებზე სამუშაოების პროექტები, რომელიც ან მომავალ წელსვე მოგვცემს ამ ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების უფლებას, ან დავუშვათ 2007 წელს ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის დაწყება ობიექტებზე. ამ მიზნით ჩატარდა მივლინებული იქნა ჯგუფი ქვემო სვანეთში ძალიან ბევრი წელია, რაც არც ერთ ობიექტს ფაქტობრივად
ფაქტობრივად არ ჩატარებია ესეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარეობდა ლარაშის ციხის მზად დაგხვდა, ასე ვთქვათ, ლარაშის ციხის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია, კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაცია, რაც წელსვე დავიწყეთ და იქ მიმდინარეობს სამუშაოები, ასევე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა სასაში, სოფელ მუაში და ჩვენმა ჯგუფმა შეძლო, რომ ქვემო სვანეთში ათეულობით ობიექტზე უკვე შეედგინა ტექნიკური დავალებები და მიმდინარე წელს უბრალოდ ხელი შეგვიშალა იმან, რომ ამ ტექნიკური დავალებების შემუშავება საჭიროებდა გარკვეულ დროს და სპეციალისტთა ჯგუფის შეთანხმებას, ტექნიკურ დავალებებს მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი, ანუ ზუსტად განგვესაზღვრა, რომელ ობიექტზე რა სამუშაოებია ჩასატარებელი და იმის მიხედვით შეგვედგინა ტექნიკური დავალებები. და რადგან მომავალ წელს უკვე მიმდინარე წელს კლიმატური პირობები სვანეთში აღარ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ძეგლებზე ჩატარდეს სრულყოფილი კვლევები, იმიტომ რომ პროექტირება ძეგლის შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში მოიცავს ხოლმე ძეგლზე ფიზიკურ ჩარევასაც. ანუ დაუშვათ სახურავის გადახურვის კვლევის ჩატარება შეუძლებელია თუ არ გაკეთდა ზონდირება, ანუ რამდენიმე ადგილას არ აიხადა სახურავი და არ ჩახედეს სპეციალისტებმა შიგნით რა ხდება, ასევე არის ხოლმე გარკვეული გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, რომ ზუსტად დავინახოთ ძეგლის სტრატიგრაფია, მისი გავრცელების არეალი, რა არის, როგორია შემორჩენილი მასალა, როგორია მისი ანუ ერთი სიტყვით მისი მდგომარეობის ზუსტი ფიქსაციისა და შემდგომში საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ხშირ შემთხვევაში პროექტირების ეტაპზეც აუცილებელია ძეგლზე ფიზიკური ჩარევები, რომელიც ხდება ჩვენი ნებართვის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმრავლესობა მდებარეობს მთაში, ტყეში და ისეთ გეოგრაფიულ გარემოში, რომელიც არის ძნელად მისადგომი, აი ესეთი სამუშაოები, როგორც წესი, პროექტირებები ცხადდება ხოლმე წლის დასაწყისში, რათა იმ ზაფხულის პერიოდში პროექტირება დასრულდეს და უკვე შემოდგომიდან ჩვენ გვქონდეს რეაბილიტაციის გამოცხადების შესაძლებლობა. დღესდღეობით 58 ობიექტზე გვაქვს დამუშავებული უკვე ტექნიკური დავალება, ამ ობიექტებზე ყველაზე გამოცხადდება უკვე დაიწყება ყველა ობიექტის პროექტირება და ჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასათვის ცნობილია და რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, აქვს ძალიან დიდი გასაჭირი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, იქნება ეს სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი ცაიში, წალენჯიხა, ანუ საეტაპო კულტურული მემკვიდრეობის ატენის სიონი ყველაზე ერთ-ერთი მთავარი. ეს პრობლემები გამოწვეულია ამ ძეგლებზე, როგორც წინა წლებში ხარვეზით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით, მაგალითად ბაგრატზე და ნიკორწმინდაში ხდება აი ამ სახურავიდან წყლის ჩამოჟონვა და კედლების დასწველება და აი სპილენძის ჩამონაჟონი ამწვანებს და მერე აშავებს საპირე წყობის ქვებს. რაც არის ძალიან დიდი პრობლემა, ბუნებრივია ამ პრობლემას აუცილებლად ჭირდება გადაჭრა, არ უშინდებით ნამდვილად, მაგრამ ძეგლებს როგორც წესი არ უხდება სიჩქარე. და ეს გელათის მაგალითმა, ბაგრატის მაგალითმა ნათლად დაგვარწმუნა ამაში. ანუ ესეთი საეტაპო ძეგლები თუ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული, მათზე რაიმე სამუშაოების დაწყება ხშირ შემთხვევაში მიგვიყვანს ხოლმე აი ესეთ გამოუსწორებელ შეცდომებამდე, როგორც წინაშეც დღეს ვდგავართ. ანუ ესეთი ძეგლები ფაქტობრივად ფუჭდება, იმიტომ რომ რაღაცა ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი, ან მასალა არის არასწორად შერჩეული და ყველაფერს ამას ჭირდება ძალიან სკრუპულოზური, ხანგრძლივი კვლევა და ჩვენ აუცილებლად ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა მივხედოთ ესეთი ტიპის ძეგლებს, გამორჩეული
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლებს. ჩამოვთვალე ეს ძეგლები, რომლებია ატენის სიონზეც არის საკმაოდ დიდი პრობლემა. პროექტი, რაც დამგვხდა, მომზადებული, ეს არის ატენის სიონზე სპილენძის გადახურვის მოწყობა, თუმცა ეს პროექტიც ბოლომდე ვერ პასუხობს იმ პრობლემებს, რაც დღეს აქვს ტაძარს, იმიტომ რომ ატენის სიონს აქვს განსაკუთრებული გადახურვა, სადაც რელიეფები, ისეთი ელემენტები, სადაც გადახურვის მოწყობა მოითხოვს ძალიან ისეთ სკრუპულოზურ მიდგომას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემების გადაჭრაში ჩავთოთ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად დაამუშავებენ, აი საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე დაამუშავებენ აი ამ პრობლემებს, განიხილავენ უკვე არსებულ პროექტებს, მიგვითითებენ არის თუ არა ახალი პროექტების მომზადება საჭირო, რა ხარვეზები ამ პროექტებში და შემდეგ აუცილებლად ქართველი სპეციალისტების მიერ, იქნება ეს უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით თუ უშუალოდ ქართველების მიერ, განხორციელდება ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. უზარმაზარი პრობლემებია ძეგლის მხატვრობასთან მიმართებაში. ყველა საეტაპო ძეგლზე, როგორიც არის, გაგითხრათ, ყინწვისი, გელათი, ცაიში შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები ცვივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტაძრებზე პირველ ყოვლისა დავგეგმოთ ის სამუშაოები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და რის გამო ეს გამოწვეული ხომ, ან სახურავიდან ჩადის წყალი, ან კაპილარული აწობის შედეგად მიწიდან ხდება აი ამ ტაძრების დანესტიანება. ანუ პირველ ყოვლისა უნდა აღმოვუხრათ ეს პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს. და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი საკონსერვაციო სამუშაოები. თუმცა აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, იმიტომ რომ ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს. გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა, თუ რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი, რა ჭირს კედლის მხატვრობას. ეს არის ბიოლოგები, მიკრობიოლოგები, კლიმატოლოგები, მინეროლოგები, რომლებიც დეტალურად სწავლობენ ფრესკების ბიოლოგიური დაზიანების გამომწვევ მიზეზებს. ერთი შეიძლება იყოს კლიმატური პირობები, მეორე ბიოლოგია. ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგცემს. ანუ უნდა გავგზავნოთ სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში, იმათმა გვითხრან დასვან დიაგნოზი, მაგრამ მეორეა როგორ ვუმკურნალოთ შემდეგ. და რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი არ ვაკნინებ ქართულ კედლის მხატვრობის კონსერვატორებს და მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის, მაგრამ უყურეთ გვაჩვენა ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერი აქვს. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ რომ არ გავაფუჭოთ ის, რაც გვაქვს, აუცილებელია, რომ ხანგრძლივი მხოლოდ და მხოლოდ დეტალური კვლევების საფუძველზე დავიწყოთ ესეთი ძეგლების რეაბილიტაცია. ამისათვის ჩვენ ვგეგმავთ და უკვე დავალებული აქვს შესაბამის ჯგუფს, მოვიძიეთ ინსტიტუციები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ლაბორატორიები, ყავთ დარგისში ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც რეკომენდირებულია იუნესკოს მრჩეველი, რომლებიც თანამშრომლობენ იუნესკოს მრჩეველ ორგანიზაციებთან და ვგეგმავთ აი ასეთი ტიპის ინსტიტუციებთან თანამშრომლობის დაწყებას, რომ მათ გამოგვიგზავნონ, მოავლინონ სპეციალისტები, რომლებიც პირველ ყოვლისა აიღებენ სინჯებს, ლაბორატორიულ ანალიზებს, გამოიკვლევენ, დასვამენ ზუსტ დიაგნოზს, ანუ რა ჭირს, რის გამო ხდება, რის გამოა დაზიანებული ესა თუ ის ფრესკა და შემდგომში უკვე მოგცემენ რეცეპტს, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ სოკოს სახეობას, ამა თუ იმ მარილს და ასე შემდეგ.
და ასევე ჩვენ გვინდა რომ ეს თანამშრომლობა იყოს იმდაგვარი რომ როცა უკვე დაიწყება აი ამ უკვე მზა რეცეპტის საფუძველზე რეაბილიტაცია აი ამ პროცესში აუცილებლად კონსერვაციის პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი სპეციალისტები იქნებიან სტუდენტები უკვე გამოცდილი პროფესიონალები რომ მათ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მოახდინონ აი ამ ფრესკების კონსერვაცია და შეიძინონ ის გამოცდილება, რაც უკვე არსებობს დარგში აი ესეთ მნიშვნელოვან ძეგლებთან მიმართებაში. სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე ჩვენ ვგეგმავთ სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის პირველი გამოწვევა იყო სვეტიცხოველი. ჩემი დანიშვნიდან 3 კვირაში სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რაც იყო ესეთი ძალიან რთული აღსაქმელი და გადასატანი და დიდი გამოწვევა, თუმცა ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს სვეტიცხოველს არ ემუქრება წყლის ინფილტრაციის საფრთხე, ანუ რა გავაკეთეთ, პირველ ყოვლისა დავგეგმეთ სამუშაოები, ავაწყეთ ხარაჩო, მოხდა დაზიანებული, ანუ კედლის გადახურვის მთელი პერიმეტრის შესწავლა, როგორც სკანერით, ასევე ადამიანების მიერ დათვალიერებით, ანუ დეტალურად შევისწავლეთ გადახურვაზე, სად რა პრობლემა შეიძლება ყოფილიყო და სად რომელი ლორფინი შეიძლება ყოფილიყო დაზიანებული. მოვახდინეთ ამ ლორფინების გაწმენდა მცენარეული საფარისაგან, ამოწმენდა და შესაბამისი საკონსერვაციო ხსნარით შევსება, რომელიც არის აპრობირებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით და ეს არის იმგვარი საკონსერვაციო მასალა, რომელიც შემდგომში ადვილად შეიძლება მოიხსნას და ძეგლს არ აყენებს არანაირ დაზიანებას. უკვე ამ გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა ის, რომ სვეტიცხოვლის ტაძარს უჭირს ძალიან ბევრგან, ეს იქნება ქვის კონსერვაცია, პირველ რიგში გადახურვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ, მაგრამ უნდა მივხედოთ, როგორც ვთქვით, შესაბამისი მხოლოდ და მხოლოდ მულტიდისციპლინური კვლევების შედეგად შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. და რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე, ეს არის პირველ ყოვლისა მომზადებული გვაქვს დროებითი გადახურვის პროექტი, მთელი ტაძრის მასშტაბით და თუ კი ოდნავ მაინც 1%-ით იარსებებს სადმე წყლის ინფილტრაციის საფრთხე, ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმუმ 5 დღეში იმ პერიმეტრზე მოვაწყოთ დროებითი მსუბუქი გადახურვა, რაც ტაძარს დაიცავს დაზიანებისაგან. ამავე დროს მზადდება შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით სრული გადახურვის პროექტი. ბუნებრივია, სვეტიცხოველს არ ჭირდება საბედნიეროდ იმგვარი ჩარევა და იმგვარი გადახურვის მოწყობა, როგორც გელაც, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მზად გქონდეს სვეტიცხოვლის სრული გადახურვის პროექტი, დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც ტაძრის გარკვეულ მონაკვეთებზე ეს ხარაჩოები თავის დროებითი გადახურვით აიწყობა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად იმ ნაწილებში, სადაც ჩვენ ჯერ გამოვიკვლევთ ლორფინს, ავხდით, ნახავთ რა არის გადახურვის ქვეშ, რომელი ლორფინი უნდა შევინარჩუნოთ, რომელი უნდა ჩავანაცვლოთ ახლით და ასე შემდეგ და ტაძარს აი ამ კვლევების დროს დაიცავს ყოველგვარი გარემო პირობებისაგან. ეს იქნება ხარაჩო, რომელიც ამავდროულად შესაძლებლობას მოგცემს როგორც ტაძრის ინტერიერში, ასევე ექსტერიერში, ვაწარმოოთ ქვის კონსერვაციის, გადახურვის მოწყობის, კედლების, ფრესკების კონსერვაციისა და ნებისმიერი სხვა სამუშაო, რომელიც ესაჭიროება ტაძარს. ამისთვის ჩატარდა გაკეთდა სვეტიცხოვლის 3D დეტალური სკანირება, დაფიქსირდა ყველა დაზიანება, რომელიც დღესდღეობით გააჩნია ტაძარს, ტარდება ტაძრის სტრუქტურული კვლევები, მონტაჟდება სენსორები, დამონტაჟდება სენსორები, რომლებიც ეს მილიმეტრის სიზუსტით მოგცემს სურათს თუ სად რა დაზიანებაა სტრუქტურაში,
ასევე ჩატარდა გეოლოგიური კვლევები, ეს იქნებოდა ზედაპირული გეოფიზიკური კვლევა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა გამოგვევლინა, სად არის, სვეტიცხოველში ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული და გარკვეული მონაცემები ისედაც გქონდა, სად იყო არქეოლოგიური ობიექტები სვეტიცხოვლის პერიმეტრში, თუმცა ამ გეოფიზიკურმა კვლევებმა მოგვცა უფრო ზუსტი სურათი, ასევე ტარდება გეოლოგიური კვლევა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ სვეტიცხოველს ავარიდოთ წყლის საფრთხე, ეს იქნება გრუნტის წყლები თუ სხვა ნალექები. ერთი სიტყვით, სვეტიცხოველზე გეგმავთ მხოლოდ მულტიდისციპლინური, როგორც თქვით, ძალიან სკრუპულოზური კვლევების საფუძველზე შემდგომში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას და ველოდებით ამისთვის, თუმცა დღის მდგომარეობით ჩვენს მიერ ჩატარებული გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ტაძარს წყლის ინფილტრაციის საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. ასევე გეგმავთ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და გადარჩენის კუთხით ჯვრის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ეს არის ინტერიერში ქვის კონსერვაცია, ამისთვის უკვე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, იმ ექსპერტებთან, რომლებიც თანამშრომლობენ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და სწორედ მათი რეკომენდაციებით, მითითებებით დაიგეგმება უკვე ფიზიკური სამუშაოების დაწყება ჯვრის მონასტერში და ასევე მომავალი წლიდან გეგმავთ უკვე ექსტერიერის ქვის კონსერვაციის დაწყებასაც. ორივე პროექტი შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, მოწონებულია მის მიერ, გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ამ პროცესში ამ პროექტებთან მიმართებაში არსებობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მეტი თავის დაზღვევისთვის, პროცესის მეტი გამჭვირვალობისათვის და იუნესკოს წინაშე მეტი ანგარიშვალდებულებისათვის პროცესში ჩავთოთ ექსპერტები, მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები, რომლებიც გაუწევენ მეთოდოლოგიურ ზედამხედველობას აქ მიმდინარე სამუშაოებს. მსოფლიო მემკვიდრეობასთან მიმართებაში გეგმავთ ასევე ჩაჟაში უკვე თითქმის ყველა ობიექტების უმრავლესობა არის რეაბილიტირებული და რაც არის დარჩენილი, იმასაც ეტაპობრივად განვახორციელებთ. გელათის რეაბილიტაციაზე მე მგონი ამომწურავი ინფორმაცია გაქვთ, თუ გნებავთ მეც ვისაუბრებ, მაგრამ გელათის რეაბილიტაციას ახორციელებს გელათის გადარჩენის კომიტეტი. მის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები არიან მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები და გვინდა ვთქვათ, რომ გელათი უკვე საიმედო ხელშია, ასე ვთქვათ, საკონსერვაციო მდგომარეობის კუთხით, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მოეწყო დროებითი გადახურვა, ასევე გაკეთდა შესაბამისი მოეწყო წყალარიდების შესაბამისი სისტემა, რომ ამ დროებითი გადახურვიდან ჩამონადენმა წყალმა საფრთხე არ შეუქმნას ტაძარს. ჩატარდა მოზაიკის სრულყოფილი კვლევები, დღესდღეობით იგეგმება მოზაიკის პირველადი კონსერვაცია, ანუ დამცავი ბადეების მოწყობა იმისათვის, რომ როცა დაიწყება გადახურვის კვლევა, იქ წარმოქმნილმა ვიბრაციამ არ დააზიანოს მოზაიკა და იქნეს შენარჩუნებული. კედლის მხატვრობა უკვე პირველადი გადარჩენითი, ანუ გამაგრებითი სამუშაოები უკვე ჩატარებულია და მომავალი წლიდან უკვე დაიწყება საკონსერვაციო სამუშაოები. ყველა ინფორმაცია, რომელიც არის გელათის შესახებ, განთავსებულია შესაბამის ვებგვერდზე, სააგენტო აქტიურად არის ჩართული იმ კუთხით პროცესში, რომ ჩვენ გავცემთ ნებართვას, შემდგომში ვიბარებთ შესრულებულ სამუშაოებს და ყველა მიმდინარე პროცესში აქტიურად არის ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მონიტორინგის კუთხით, ნებართვის გაცემის კუთხით, ანგარიშების მიღების კუთხით და თვითონ ჩვენი თანამშრომლებიც ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალიდან უშუალოდ არიან ჩართულები გელათის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ კვლევებში და სხვა ფიზიკურ სამუშაოებში. ეს რაც შეეხებოდა მსოფლიო მემკვიდრეობას, რაც შეეხება სხვა ძეგლებს, ჩამონათვალი გვაქვს, რასაც გეგმავთ წელსაც და მომავალ წელსაც.
თუმცა როგორც თქვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლიდან გამომდინარე შეუძლებელია ერთმა უწყებამ უზრუნველყოს ყველა ძეგლის რეაბილიტაცია და მოვლა პატრონობა. სამწუხაროდ ცნობიერება ჯერ არ არის საქართველოში ისე, რომ ძეგლის მესაკუთრემ მუნიციპალიტეტმაც გააცნობიეროს, რომ მათ თანაბრად აკისრიათ ძეგლების მოვლა პატრონობის ვალდებულება, ისევე როგორც სააგენტოს. თუ ვიტყვით, რომ დღესდღეობით 11,000-ზე მეტი ობიექტია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი და მათი უმრავლესობა მოითხოვს თითქმის 90%-ზე მეტი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, იქნება ეს გადაუდებელი თუ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები, ბუნებრივია სააგენტო, კულტურის სამინისტრო ამ პროცესს ერთიანად ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტები. თავად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითაც არის განსაზღვრული, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოვლა პატრონობა არის მათი კომპეტენციაც. ბუნებრივია, შიში იმისა, რომ აი ძეგლს შევეხოთ, რაღაცა არ გავაფუჭოთ, არსებობს და ლოგიკურია, თუმცა სააგენტო არის აბსოლუტურად ღია. გამოთქვამს სრულ ზადყოფნას, რომ ყველა მუნიციპალიტეტს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება მეთოდოლოგიური კუთხით, რა დაგეგმონ, როგორ დაგეგმონ, როგორი სახის პროექტები მიიღონ, როგორ განახორციელონ ძეგლებზე რეაბილიტაცია და ეს იქნება ერთ-ერთი, როგორ გითხრათ, მაშველი რგოლი იმისათვის, რომ უფრო მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მოვახდინოთ და უფრო მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლით გადავარჩინოთ შეუქცევადი დაზიანების საფრთხისაგან. მაგალითად, არაერთი განცხადება გვაქვს, რომ სადღაც ქვა არის მორყეული, სადღაც ჩატეხილია რამდენიმე კრამიტი და ჩვენგან ითხოვენ აუცილებელ გადაუდებელ რეაგირებას. წარმოუდგენელია, რომ 11,000-ზე მეტ ობიექტზე ასე ყოველწუთიერად სააგენტომ განახორციელოს. მაშინ როცა ადგილზევე შეიძლება ესეთი მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელსაც სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციაც კი არ ჭირდება შესაბამისი სპეციალისტების ჩარევით. ძეგლებს ძალიან აზიანებს ასევე მოუვლელობა. ძეგლების უდიდესი ნაწილი არის მცენარეული საფარისაგან და მოუვლელობისაგან დაზიანებული და თუნდაც აი ესეთი ტიპის მოვლა პატრონობის ფუნქცია რომ იკისროს მუნიციპალიტეტმა რომ დაუშვათ ყოველწლიურად ხდებოდეს ძეგლების ტერიტორიის ჰერბიციდით შეწამლა, სპეციალისტების ზედამხედველობით ტერიტორიის გაწმენდა, ძეგლებს შეექმნებათ გაცილებით ნაკლები საფრთხე, ვიდრე დღეს ექმნებათ. ბუნებრივია ჩვენ წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, პრობლემებს არ უშინდებით, მაგრამ ამ პრობლემების ერთი ხელის მოსმით გადაჭრა არის ძალიან რთული. ჩვენ რაც გავაკეთეთ ასევე არის ის, რომ პირველივე მოსვლის თვეებში ავამოქმედეთ სააგენტოს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, იქნება ეს მუნიციპალიტეტი თუ მოქალაქე შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, ეს კომუნიკაცია რატომღაც ასე ვთქვათ შეზღუდული იყო მანამდე. ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ღია ვართ თანამშრომლობისათვის. მოცემულ ეტაპზე მზადდება კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს ნებართვები გავცეთ ელექტრონულად და ადამიანებს არ მოუწევთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ადგილზე ჩამოსვლა და ხელზე საპროექტო დოკუმენტაციის სააგენტოში მოტანა. ეს პროცესი იქნება ელექტრონული პორტალის მეშვეობით სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება თვალყური ადევნოს თავისი განცხადების განხილვის ეტაპებს, რაც შეამსუბუქებს, ასე ვთქვათ, მოქალაქეების კომუნიკაციას, გაამარტივებს მათ კომუნიკაციას სააგენტოსთან. ასევე გეგმავთ კულტურული მინისტრის უშუალო დავალებით კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის პროცესის დაწყებას, რაც არის საკმაოდ შრომატევადი და საქმე, რომელიც მოითხოვს
სპეციალისტთა მულტიდისციპლინური ჯგუფის არსებობას პირველ ყოვლისა სააგენტოში, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ საქმიანობას და რა არის მიზანი ამისი. რომ თუ დღეს დავუშვათ ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 9792 ობიექტს, ხშირ შემთხვევაში არ არის დადგენილი მათი ზუსტი მისამართები, გეოგრაფიული კოორდინატები და არ გვაქვს მათი სრულყოფილი აღწერილობა. თუნდაც ფოტოების სახით. ყველაფრის ერთად გაკეთება არის წარმოუდგენელი, მაშინ, როდესაც თავად მეთოდოლოგიაც არ არსებობს ამ ინვენტარიზაციის. ანუ რას მოველით ინვენტარიზაციისაგან? მხოლოდ ფარატინას აღრიცხვა არათებს 1-2 ფოტოთი და რაღაც 5 სიტყვიანი აღწერილობით, თუ რა გვინდა კონკრეტულად რომ მივიღოთ ინვენტარიზაციისაგან. აი სწორედ ამისთვის არის აუცილებელი შესაბამისი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, უკვე მუშაობთ ამაზე, რომ დაიწეროს სათანადო ტექნიკური დავალება, სააგენტოში მოვიწვიოთ ისეთი სპეციალისტები, რომელიც ამ პროცესს კოორდინაციას გაუწევენ და აი ამ ინვენტარიზაციის საფუძველზე ჩვენ გვინდა რომ ეტაპობრივად, თუნდაც ჯერ პირველ წელს 100 ძეგლზე, შემდეგ წელს 1000 ძეგლზე, იმის შემდეგ წელს 3000 ძეგლზე მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია, რათა ადამიანი, რომელიც შევა ჩვენს გის პორტალში, სრულად შეექმნეს წარმოდგენა ძეგლი ესა თუ ის ობიექტი რატომ არის ძეგლი, სად მდებარეობს, რა დაზიანებები აქვს, რა მხატვრული მახასიათებლები აქვს და რის გამო მიენიჭა საერთოდ ძეგლის სტატუსი. სად იწყება და მთავრდება მისი გავრცელების არეალი. ესეც არ არის დადგენილი სამწუხაროდ, ანუ ძეგლის ტერიტორიები დღესდღეობით არ არის უშუალოდ დადგენილი და შეიძლება ციხესიმაგრეებთან მიმართებაში ეს იყოს ადვილად განსასაზღვრო კონტურის შემოავლო, მაგრამ როდესაც არის კომპლექსური ძეგლები, რომლის სხვადასხვა ობიექტები სხვადასხვა ადგილას არის განთავსებული, აი ეგ ძეგლის ტერიტორიის შემოსაზღვრა საჭიროებს შესაბამის ცოდნას და გარკვეული მეთოდოლოგიის დამუშავებას. ინვენტარიზაცია რეალურად მოგცემს ძალიან კარგ საყრდენს იმისათვის, რომ შემდგომში თუნდაც დაიგეგმოს აი ამ ძეგლების რეაბილიტაცია და ასევე გაგვიადვილებს საქმიანობას მუნიციპალიტეტებთან, თუნდაც აი ამ ძეგლების არეალში დაგეგმილ სამუშაოებთან მიმართებაში. ანუ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, თუ რაღაც ვერ ვთქვი მზად ვარ. ბატონო, მადლობა ქალბატონო თეა საინტერესო ინფორმაციისთვის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია ის, რომ ჩვენ საკითხებზე, როდესაც საუბრობთ, პრობლემების წამოწევა ხდება, ამ პრობლემებზე საუბარი ხდება. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ თქვენ იყოთ ჩართული ამ პრობლემების გადაჭრაში, არამედ სამინისტრო იქნება ეს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, მათ შორის პარლამენტი თუგნება, ჩვენ ერთობლივად ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი ძეგლების გადარჩენაზე, მათ რეაბილიტაციაზე და მათ მოვლა პატრონობაზე. ახლა ვთხოვ ჩემს კოლეგებს თუ აქვთ კითხვები, დიახ. ბატონო გიორგი. მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მივესალმები ქალბატონ თეას და მის გუნდს. მინდა პირველ ყოვლისა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი და ძალიან დიდარი ინფორმაციით დახუნძლული გამოსვლისთვის და გეტყვით რომ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას უდგახართ სათავეში ეს შეიძლება გარედან მოვანთათვის ესე მარტივად ჩანდეს, მაგრამ ეს არის იუველირის საქმე რო იტყვიან, აი ესეთი სიზუსტე ჭირდება თითოეულ ძეგლზე მუშაობის დაგეგმვა, განხორციელება და რიგი ასე ვთქვათ რისკების თავიდან აცილება. ამიტომ თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები გისურვოთ ამ დიდ და ეროვნულ საქმეში, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში არის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვილი ეს უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა და ძალიან კარგია რომ ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია მწყობრი სტრატეგია აი ამ ძეგლების მოგლაპატრონობისა და მათი აღდგენა გადარჩენის თვალსაზრისით და აქვე არ შეიძლება არა ვთქვათ ფონდ ქართუს მიერ განხორციელებული ეს მართლაც საოცარი აღშენებლობითი საქმიანობა ასეულობით ძეგლი წარხოცას გადარჩა ამ ფონდის დახმარების და ჩართვის შედეგად და ამიტომ ამაზე ხაზგასმა მე ვფიქრობ აუცილებელია. ეხლა რაც შეეხება ჩემს კითხვებს, ბევრი კითხვები მაქვს სხვათა შორის და შევეცდები რომ ძალიან შემჭიდროებულად წარმოადგინო. პირველი და მთავარი კითხვა ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ჩვენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
ეხლა 9 წლიანი რეჟიმის შემოქმედისთვის ეს ტერიტორია ქვაღორღად იყო წარმოდგენილი, ერთი ქვაღორღად მოიხსენიებდა, მაგრამ იქ ასეულობით ძეგლი დარჩა და დღესდღეობით ჩვენს მეცნიერებს არ მიუწვდებათ ხელი ამ ძეგლებზე, მათი შესწავლის, წარმოჩინების, შესაბამისად მათი აღდგენა გადარჩენის საქმეების დაგეგმვის თვალსაზრისით. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ მით უფრო იმ ფონზე, რომ რელიგიურ საქმეთა სააგენტომ გამოაქვეყნა რამდენიმე ანგარიში, სადაც ჩანს, რომ იქ თვითნებურად ხდება de facto ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ამ ძეგლების რესტავრაცია, გადაკეთება, რაღაც აღდგენითი სამუშაოები და ამან შეიძლება ამ არაპროფესიონალიზმმა შეიძლება ძალიან დიდი საფრთხეები შეუქმნას ამ ძეგლებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი სავალალო ფაქტი მინდა ვთქვა, რომ ეგრეთ წოდებული ბლოგერები გამოჩნდნენ იქ და ესე იგი ნაპოვნ ქართულ წარწერებზე ბატონებო, მაგალითად ტბელების მიერ შესრულებულ ასომთავრულ წარწერებზე აცხადებენ, რომ თითქოს რაღაც ახალი დამწერლობა აღმოაჩინეს. ამასინათ მაგალითად ერთმა ბლოგერმა, ოსმა ბლოგერმა გამოაქვეყნა ინფორმაცია და ჩვენი საამაყო ქართული სპორტსმენის გენო პეტრიაშვილის მშობლიურ სოფელში ნაპოვნი ტრაპეზის ქვაზე ამბობდა, რომ თითქოს ეს რაღაცა უცნობი ქვა იპოვარ და გენო პეტრიაშვილის ოჯახში ინახებოდა გარკვეული პერიოდი ეს ქვა და მოკლედ მისახედი ეს ამბავი და თქვენ რა სტრატეგია გაქვთ ამ მიმართულებით, არის თუ არა გარკვეული კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არის თუ არა რაღაცა დასახული გეგმა ამასთან დაკავშირებით. შემდეგი ეს გახლავთ, როგორც ვიცი, დაანონსდა კასპში ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის უდიდესი ქართული მეცნიერის, ქართული საისტორიო მეცნიერების პატრიარქის სახლ-მუზეუმის აღდგენის სამუშაოები და რა ეტაპზეა პროექტირება უკვე შესრულდა თუ არა, როდის იწყება, ამაზე მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ყველა ქართველისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანის მშობლიური სახლის აღდგენა. იმიტომ რომ ზაფხულობით ამ სახლში ისვენებდა ბატონი ივანე, სხვათა შორის მე გორის არქივში ვიპოვე მისი უცნობი ხელნაწერი, სადაც ჩანს, რომ ეს სახლი თავის დროზე ბოლშევიკებმა ჩამოართვეს ივანე ჯავახიშვილს და ამ სახლის გადაცემას ითხოვდა თავის დროზე დიდი მეცნიერი. ასევე ერთი კითხვა მაქვს, ეპარქიებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს ძეგლებს და მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მეუფეებს, მართლა დაჰფუფინებენ ამ ძეგლებს, ქართულ ძეგლებს და კითხვა მაქვს, აი ფრესკების მოვლაპატრონობის თვალსაზრისით, მაგალითად ატენის ისა ბუდიში ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში თამარის ფრესკაზე თუ არის რაღაცა დამცავი, ასე ვთქვათ, დაგეგმილი სამუშაოები, რომ ეს ფრესკა არ წარიხოცოს და არ დაზიანდეს. და ერთი ეს კითხვა არ არის, თუ უნდა მექნება ასევე ხო არ გვიფიქრა ერთგვარი ციფრული პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მაგალითად წარმოაჩენდა თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჩვენს მატერიალური კულტურის ძეგლებს, იმიტომ რომ ახალგაზრდობა შედარებით მწირი ინფორმაცია აქვს. თუ ეხლა გასულ საუკუნეში არაერთი წიგნი, არაერთი მონოგრაფია, მათ შორის ხელოვნებაცოდნეების მიერ გამოცემული, მაგრამ მე ვფიქრობ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ცუდი არ იქნება თუ ერთი ციფრული პლატფორმა გაკეთდება, სადაც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ აი ამ ძეგლების ისტორიას, დღევანდელობას და ასევე გარდა ამისა, თუ იქნება ეს ორენოვანი, მათ შორის ინგლისური ანოტაციები ექნება, ძალიან კარგი იქნება, ამას უცხოელებიც ნახავენ და დაინტერესდებიან. ასევე არ ვიცი თქვენ სააგენტოს ეხლა მაპატიეთ ამას, რომ აქვს თუ არა შესაბამის პროგრამა, მაგრამ კარგი იქნება თუ ახალგაზრდებისთვის რაიმე პროექტებს დავსახავთ. ახალგაზრდები უნდა დავაინტერესოთ აი ამ მატერიალური კულტურის ძეგლების მოვლაპატრონობით და მათი ისტორიის შესწავლით, იმიტომ რომ თქვენ წეგან ძალიან დეფიციტი გვაქვს კადრებში და ძალიან რთული სიტუაციაა. ამიტომ დაინტერესების მარცვალი უნდა ჩავდოთ, მე ვფიქრობ და შემდეგ უკვე შეიძლება რომ ამ ადამიანებმა იფიქრონ ამ მიმართულებით და თუ ეს პროექტები განხორციელება, მე ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება, ასევე ჩვენ გქონდა მე და ბატონ გიორგისაც გქონდა ამ საკითხზე საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელთან და თუ გაკეთდება რაიმე გადაცემების ციკლი აი ამ ჩვენი ძეგლების წარმოჩენაზე და საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოაჩენთ ამ ძეგლებს და ასევე თქვენს მიერ გაწეულ სამუშაოებსაც, იმიტომ რომ უზარმაზარ სამუშაოს ეწევით თქვენ და რაც ამ ბოლო წლებში გაკეთდა, მართლაც მნიშვნელოვანი ამბავი ახლა კი გასაგებია რომ გელაძე ქონდათ რაღაც გაკეთებული აქცენტი ამ ოპონენტებს და მაგრამ გელათი უკვე საიმედო ხელშია როგორც თქვენ ბრძანეთ და ამიტომ თუ ამ ვიდეო ესა გადაცემების ციკლი წარმოჩინდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ყველა კუთხიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და კიდევ ერთი მაქვს ერთი ასე ვთქვათ კითხვა მექნება რომ
უცხოეთში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ახლა დღეს ჩვენ აღარ მიგვიწვდება ხელი, ჩვენ საკუთრებაში აღარ არის, მაგრამ ეხლა შემოვლილი მაქვს ეს ძეგლები, მათ შორის ათონზე ბრძანდებოდა ჩვენი ბატონი გიორგი გაბუნია, მეც ვარ ნამყოფი, ვიდეო ლექციებიც მაქვს ჩაწერილი. რა, აი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში რამე შეთანხმება ხო არსებობს დაუშვათ ბერძნულ მხარესთან, ასევე პეტრიწონის მონასტერთან მიმართებაში ხო არ არის რაიმე ეხლა ხას მაგალითად ერთ-ერთმა ქართულმა ბიზნესმენმა გახსნა ქართული კუთხე მეუფე ანდრია იყო ჩართული ამ საქმეში და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო მათ ამ საქმისთვის. ასევე ჯვრის მონასტერზე იერუსალიმში და ასევე წმინდა ეკატერინეს მონასტერზე სინაზე. აი ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს ასევე თქვენი პოზიცია და მინდა რომ ასევე გითხრათ ერთი კარგი და საინტერესო ინფორმაცია ვისარგებლო. აი ამ შეხვედრით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელა ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში ქართული საბუთების, ქართული ხელნაწერების, ქართული დოკუმენტების კვლევაძიება რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული. ეს პროექტი მე გახლავართ ამ პროექტის ხელმძღვანელი და ამ პროექტის წიაღში და სხვადასხვა ამ პროექტის ჩართულები არიან იმ არქივის ხელმძღვანელი ბატონი დონ ფლავიო ბელუმინი, ვატიკანის არქივზე მაქვს საუბარი და ასევე საქართველოსდან წასული, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ქალბატონი ვალენტინა კარახანი, რომელიც გვეხმარებიან აი ამ ხელნაწერების, ახალი ხელნაწერების გამოვლენაზე და შესწავლაზე. ამ პროექტის წიაღში დაიბადა აზრი, რომ იქ არის რამდენიმე ტომად დაცული ქართული ხელნაწერები, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანის წერილები და ქართველი მეფე-მთავრებისგან გაგზავნილი წერილები და ემუქრებოდა განადგურების საფრთხე ამ ქართულ ხელნაწერებს და ერთ-ერთი ქართული ბიზნესმენის ბატონი თამას ბექაიას ფონდის მიერ დაფინანსდა აი ამ ხელნაწერების რესტავრაციის პროექტი. მინდა გითხრათ და უკვე რამდენიმე ტომი ქართული ხელნაწერები არის რესტავრირებული, ძალიან მალე საქართველოში ჩამოვძანდება აი ამ პროექტის წარმომადგენელი და გააკეთებს პრეზენტაციას და მინდა ასევე ამ შეხვედრით ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო ბატონ თამას ბექაიას, ბატონ ლევან ბექაიას, რომლებმაც აი ძალიან დიდი საშვილიშვილო საქმე გააკეთეს და დაღუპვას გადარჩა ფაქტურად რამდენიმე ათეული ქართული ხელნაწერი, რომელიც ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში ინახება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ვაპატიეთ რომ გამიგრძელდა შეკითხვები და სურვილები, გისურვებთ წარმატებებს, იმიტომ რომ მართლაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებას უდგახართ სათავეში, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი საშვილიშვილო საქმე. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მეც მინდა შეუერთდე კითხვის ნაწილში ბატონ გიორგის ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეა მომავალ წელს და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი სახმუზეუმის საკითხის წამოწევა ზოგადად და რაც შეიძლება მალე დაიწყოს ამ სახმუზეუმის რეაბილიტაცია თუ იქნება შესაძლებელი და ეხლა დასრულება ალბათ ძნელი იქნება, მაგრამ თუნდაც პროცესის დაწყება მის იუბილესთან დამთხევა ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხითაც ბატონმა გიორგიმ რაც ბრძანა ის ინიციატივები აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანია და მეც უერთდები ამ ინიციატივას. გთხოვთ, რო გვიპასუხოთ დიახ. მადლობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რაც შეეხება, ბუნებრივია ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება რომ ფიზიკურად ნახოთ ეს ძეგლები და შევისწავლოთ მათი მდგომარეობა. სამწუხაროდ ჩვენი ინფორმაციის წყარო არის მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელები და რაც საზოგადოება ეცნობა ამ სოციალური ქსელებით, იმის მეშვეობით ვიღებთ ჩვენს ინფორმაციას და ასევე ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარება ის კავშირები, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ადამიანებს შორის. და ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ხოლმე იმის ფუფუნება, რომ მოვიპოვოთ იმგვარი ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელებშიც არ ვრცელდება ხოლმე. ასეთ ინფორმაციას ბუნებრივია ჩვენ ვაწვდით შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღირიცხება ფიქსირდება ჩვენს ანგარიშებში, სადაც ბუნებრივია მივუთითებთ იმასაც, რომ რომელიმე ობიექტზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაობის ან სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად შეიძლება წაიშალოს ქართული კვალი და დაემუქროს ძეგლს შეუქცევადი იმგვარი გადაკეთება მოხდეს ძეგლზე, რომ საერთოდ დაზიანდეს მისი ისტორიული იერსახე. სამწუხაროდ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მხოლოდ
აი ესეთი ინფორმაციის მოგროვების შესაძლებლობა და ამ ინფორმაციაზე სწორედ აი ამ ანგარიშების სახით რეაგირების შესაძლებლობა, რომ ჩვენთვისაც ანუ ვიცოდეთ სად რა ხდება, რომ როდესაც დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ დავბრუნდებით, ვიცოდეთ სად რა ტარდებოდა, სად რა გადაკეთება მოხდა და რატომ მოხდა და როგორ მოხდა. რაც შეეხება ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს, მინდა გითხრათ, რომ უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტი წინა წლებში იქნა შეძენილი, მიმდინარე წელს უკვე გამოცხადდა ტენდერი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2027 წელს. ყინწვისის ფრესკებზე იგივე მდგომარეობა, რაც სხვა დანარჩენ ეკლესია-მონასტრებში, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ფრესკებთან მიმართებაში მასზე ჩატარებულია არაერთი სარეაბილიტაციო სამუშაო და სწორედ ეს ვთქვი, რომ ზოგჯერ გავარდისფრდა, ზოგი გათეთრდა და იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ესეთი სამუშაოები, ნაჩქარევი, შესაბამისი კვლევების გარეშე, აუცილებელია დაიგეგმოს, ანუ სტრატეგიულად დაიგეგმოს აი ესეთ ფრესკებზე ნებისმიერი ჩარევა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მულტიდისციპლინური კვლევების საფუძველზე და ჩვენ ამას ვგეგმავთ და დარგში არსებულ ერთ-ერთ პრობლემად სწორედ ეს აღვნიშნე და ვფიქრობთ, რომ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ჩვენ ამ ამოცანებსაც დავძლევთ, იმიტომ რომ მათთან თანამშრომლობით სამომავლოდ ქართველი ექსპერტები, სპეციალისტები შეიძენენ იმ უნარჩვევებს, რაც საჭიროა ესეთი ფრესკების გადარჩენისათვის. ციფრულ პლატფორმებზე მადლობა ინიციატივისათვის, როგორც მოგახსენეთ, უკვე დაწყებულია აი ეს ნებართვების ელექტრონული პორტალი, გვაქვს გის პორტალი, სადაც გარკვეული უზარმაზარი მონაცემებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, მაგრამ აი ისეთი პორტალები და საიტები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის შესაძლებლობას მოგცემს, მათი არსებობა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ვიფიქრებთ ამაზე და სამომავლოდ შესაძლებელია მომავალი მოხსენების დროს უკვე ახალგაზრდების ჩართულობაც ვახსენე აი ეს პრობლემატიკა, რომ ახალგაზრდების დაინტერესება არის ძალიან ნაკლები ამ სფეროს მიმართ და ეს გამოწვეულია იმით, რომ თუნდაც დარგი არ არის მაღალანაზღაურებადი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აი უკვე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესებშიც პრაქტიკის სახით სტაჟირება, თუნდაც სტაჟორებად ჩავრთოთ ესეთ პროცესებში, მაგრამ აი ეს უფრო ალბათ მომავალი წლიდან, რომ ჩვენც უკვე როცა უფრო მეტად ჩამოყალიბებულები ვიქნებით, უფრო მშვიდად მოგვეცემა მთელი რიგი სამუშაოების დაგეგმვის შესაძლებლობა ამ პროცესში აუცილებლად ჩავთავთ და ჩვენ ვიძიებთ ინფორმაციას ესეთი ახალგაზრდების შესახებ, ვინც დაინტერესებულია, რომ ან ჩვენთან გაიაროს სტაჟირება, ან თვითონ უშუალოდ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში ჩაერთოს. ვიდეო ციკლიც იგივე ემსახურება, პოპულარიზაციას ემსახურება და აუცილებლად ვფიქრობთ ამაზეც, რა თქმა უნდა, და სამომავლო გეგმებში ესეც შედის. საზღვარგარეთ არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც შეეხება ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს კულტურის მინისტრს მის თურქ კოლეგასთან, დაიგეგმა ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობა. იქ თურქეთში არსებობს ყველაზე მდიდარი, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა არის თურქეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გავაჟღერეთ და ვთხოვეთ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ონლაინ შეხვედრა გქონდა თურქეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და იქ გავაჟღერეთ ესეთი თხოვნა და ალბათ ოფიციალურადაც დავძრავთ ამ საკითხს, რომ შესაძლებლობა მოგვეცეს ადგილზე მივავლინოთ ქართველი სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან
იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო მასალებს, კონსტრუქციებს და ასე შემდეგ, მხოლოდ ვიზუალური ზედაპირული დათვალიერებით ეს იქნება სკანერი, ლაზერი თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ძეგლების მდგომარეობის შესწავლა, მათი გადარჩენა, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ხელუხლებელი ავთენტური სახით ამ პერიოდის ძეგლები ჩვენ არ გვაქვს. ყველა იმ პერიოდის ძეგლი, მათ შორის სვეტიცხოველიც, რამდენჯერმეა გადაკეთებული და ავთენტური სახით არის შემორჩენილი ოშკი, ის ძეგლები, რომლებიც მდებარეობს დღეს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, თავად თურქეთის რესპუბლიკა ახდენს იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, მომზადებული აქვს ოშკის პროექტიც და გეგმავენ მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია, რომ ქართულ სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ ამ სამუშაოებს და ამისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო ბოლო დროს არტანუჯის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, სადაც აი ვიდრე ეს ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდებოდა აშოტ კურაპალატის საფლავთან დაკავშირებით, ჩვენი სპეციალისტები უკვე იყვნენ ადგილზე ნამყოფი, თავისი თვალით ნახეს ეს სამარხი, დიდი ალბათობით ნამდვილად ეს არის აშოტ კურაპალატის სამარხი, თუმცა რადგან არც ნეშტი არსებობს და არც რაიმე ისეთი 100%-იანი უტყუარი თქმის შესაძლებლობა, შეიძლება ვთქვათ, რომ სავარაუდოდ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს აშოტ კურაპალატის საფლავი. ასევე ჩვენ გეგმავთ კვიპროსში სააგენტო აქტიურად ახორციელებს კვიპროსში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, უკვე გაკეთდა პატა თუ შეიძლება ეხლა მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს სოფტატესტის არქეოლოგიური ობიექტის გადახურვის სამუშაოები, მანამდე ჩატარდა ღალიის მონასტრის არქეოლოგიური სამუშაოები, კონსერვაცია, ალამინოსის არქეოლოგიური ობიექტის შესწავლა და კონსერვაცია ორ დღეში უკვე მივემგზავრები იორდანიაში, სადაც მიმდინარეობს შიხანის ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები და იორდანულ მხარესთან შეთანხმებით მოხდება შემდგომში მისი კონსერვაცია, დასრულდება არქეოლოგიური სამუშაოები და შემდგომში უკვე განვიხილავთ ამ ობიექტის კონსერვაციის შესაძლებლობას. ჯერჯერობით არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნებისში არსებულ, თუმცა ბუნებრივია ეს განიხილება პერსპექტივაში, უბრალოდ რაც მოვასწარით ამ 6-7 თვის მანძილზე იყო ეს, თუმცა გეგმები გვაქვს დიადი, ნათელი და შორს მიმავალი. ასევე გამომრჩა, რომ მე თქვა, რომ სამინისტროს უშუალო დავალებით კოორდინაციით მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება, რომელიც საქართველოს მთავრობისთან განხილვისა და შეჯერების შემდეგ უკვე წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და ეს ცვლილებები ითვალისწინებს სხვა საკითხებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მონიტორინგისა და ინსპექტირების პროცესებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას. მოგეხსენებათ, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს თუნდაც ბჭყალებში კეთილი მიზნებისათვის თვითნებურად ეკლესია მონასტრებზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებული სამუშაოები. ანუ ამ ადამიანებს მესმის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მოღვაწეობენ, ჭირდებათ შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მათი გადმოსახედიდან ძალიან კარგს და ლამაზ რამეს აკეთებენ, მაგრამ ხშირად ეს ძალიან კარგი და ლამაზი ძეგლისთვის არის შეუქცევადი დაზიანებისა და საფრთხის მომტანი. იმიტომ რომ ასეთი უნებართო სამუშაოების დროს ნადგურდება არქეოლოგია, ძეგლის ავთენტურ ელემენტებზე ხდება იმგვარი ჩარევები, რომ მისი გამოსწორება შემდგომში არის შეუძლებელი და ამ ადამიანებისთვის ხშირად გაუგებარია ხოლმე რას ვაშავებთ. ავდექი და მე თვითონ გადახურე, ავდექი და მე თვითონ ამოვაშენე დანგრეული კედელი და ძნელი ასახსნელია მათთვის, რატომ არ უნდა შეეხონ ძეგლს შესაბამისი სპეციალისტებისა და ნებართვის გარეშე და ვცდილობთ ავუხსნათ
იქნება ეს რელიგიური კონფესიები, კერძო მესაკუთრეები, რომ ძეგლზე ასეთი ნებისმიერი თვითნებური ჩარევა არის დამაზიანებელი და სწორედ ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აუცილებლად შესაბამისი მონიტორინგისა და ინსპექტირების რგოლის შექმნა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ყისიერად მოახდენს რეაგირებას ასეთ დარღვევებზე და აღმოფხვის მას და შეაჩერებს იმ დროს, როცა უფრო სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს და ძეგლი აღარ დაგხვდეს დაზიანებული, შეღებილი და ახლა დაშენებული სრულად. მადლობა, ბატონო ზაზა, თქვენ. მადლობა ბატონო გიორგი, მოგესალმებით, თქვენ ბატონთია, მოგესალმებით თქვენს გუნდს. სრული 10 თვეც არ არის, რაც შეიბარეთ ეს მიმართულება და ძალიან მასშტაბური ინფორმაცია მოგვეცით განხორციელებული სამუშაოების, მომავალი გეგმების, რითვისაც დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მაგარგოს და რა თქმა უნდა ქალბატონ თიკასაც. ჩემ პირველ რიგში დავიწყებ იგივე მოლოცვით, რაც ქართულ ხალხს ეხება და იუნესკოს აღიარებას. კარგია, რომ ეს არამატერიალური მიმართულებით მივიდივართ არაჩვეულებრივად, მაგრამ ნამდვილად კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური მიმართულებით ნამდვილად სერიოზული გამოწვევები გვაქვს. თელს ქვეყანაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჩვენ საზღვრებს გარეთ და კარგია რომ ამ მიმართულებით თქვენ ჩართული ბრძანდებით მაქსიმალურად სამინისტროსთან ერთად. რამოდენიმე შეკითხვა მექნება, პირველი დავიწყებ გელათით, იცით რომ ჩვენ ახლა მთელი საქართველოს გვისმენს და ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ზუსტად გელათია. ჩვენ ვიცით რომ გელათზე ჩარევამ პრაქტიკულად რომ მას დადებითი ეფექტი უნდა მოეცა თავის დროზე, რაც განახორციელეს პირიქით უკულ რეაქცია და შედეგი მოგვცა. ვიცით რომ დღეს მართავს ამას გელათის გადარჩენის კომიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩატარებული, მათ შორის ბატონი ირაკლი ყუბახიძეც პირადად ბრძანდებოდა, მინისტრიც არაერთხელ დავათვალიერეთ ეს ადგილი. მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, მაგრამ მოსახლეობას აინტერესებს პირველი რომ როდის დასრულდება. მეორე რა მდგომარეობაშია უნიკალური ღვთისმშობლის მოზაიკა, თქვენ ბრძანეთ რამოდენიმე სიტყვით რომ ეხლა მოხდება იქ სტაბილიზაციის საკითხები, რათა გადახურვა იქნეს შესწავლილი, მაგრამ მაინც რა მდგომარეობაშია, ფრესკებზე საკმაოდ ბევრი ისაუბრეთ. გელათთან დაკავშირებით ასევე ვიტყვი რომ იქ არაერთი ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობს და პრაქტიკულად სრულად არიან დატვირთულები სამუშაოებით, რაც გელათში მიმდინარეობს, მაგრამ ამავე დროს თქვენ ლაბორატორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დასვით, რომელიც საზღვარგარეთთან კავშირებია. რამდენადაც ვიცი გელათში არსებობს ლაბორატორია, სადაც ადგილზე ხდება. ამიტომ თუ გვაქვს შეთანხმება მომწოდებელთან, რომ ეს ლაბორატორია დარჩება საქართველოში, იმიტომ რომ პრაქტიკულად გვაძლევს საშუალებას, რომ დიაგნოზი იქვე დაისვას, თქვენ არაერთხელ გაუსვით ხაზი იგივე ბაქტერიებთან, მარილებთან დაკავშირებით, რომ გელათში ამის საშუალება გვაქვს, რომ უცებ მოვახდინოთ იდენტიფიკაცია და მოვახდინოთ სათანადო ჩარევა. ამიტომ გვაქვს თუ არა ამ მიმართულებით რაიმე ჩაფიქრებული, რომ დარჩეს ეს ლაბორატორია დაუშვათ ერთი დასავლეთში, ერთი აღმოსავლეთში საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს თქვენ ისიც გააჟღერეთ, რომ კულტურულ მემკვიდრეობას აუცილებლად ჭირდებოდა ახალი კანონი დაანონსეთ ბატონ გიორგის და ერთად, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სწრაფ განხორციელებას. პრაქტიკულად ის რაც გელათში ხდება, ეს იყო დაგვიანებული მონიტორინგი, ხო? ესეა. მაგრამ არასწორად დაწყებული იყო თავის დროზე, როდესაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ იქნა თანხმობა მიცემული. ამიტომ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ინტერესი მაინც ძალიან დიდია, უნიკალური გადახურვა მოხდენილი გელათზე და იქ გრძელდება ძალიან მაღალი ტემპით სამუშაოები, რასაც ნამდვილად მივესალმებით. მაგრამ გვაინტერესებს მაინც ვადები და რავშვებით ლაბორატორიას. რაც შეეხება კადრებს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვიცი რომ ამის პრობლემა არსებობს არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ განახორციელოთ ინსპექტირება და მონიტორინგი, ამის კადრებია საჭირო სათანადო ანაზღაურებით და სწრაფი რეაგირება, ძალიან სწრაფი რეაგირება. ამის მაგალითი იყო თუნდაც ალავერჩი, რაც მოხდა რამოდენიმე ხნის წინ და ასე შემდეგ და იგივე სვეტიცხოველზე და ბრძანეთ, რომ საფრთხე აღარ ემუქრემა და მადლობა უფალს და მადლობა თქვენ დროული ჩარევისათვის, მაგრამ
უმთავრესი საკითხი არის კადრების მომზადება. რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით დაუშვათ განათლების სამინისტროსთან ერთად, რა სათანადო ღონისძიებებს ვაპირებთ გავატაროთ, რათა დავაინტერესოთ ახალგაზრდობა, რომ აირჩიონ ეს თავის სპეციალობით და რა თქმა უნდა, აქ უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება პოპულარიზაცია ყველაფერ ამისი, სკოლის ასაკიდან დაწყებული საბავშვო ზაფხულის ბანაკების შექმნა და სტუდენტების და თუნდაც სკოლის მოსწავლეების დასაქმება არქეოლოგიურ ექსპედიციებში ეს აღვიძებს პატრიოტიზმს, მათ სულისკვეთებას, უკვე შეაყვარებს იმ პროფესიას, რომელსაც მომავალ შეირჩევენ, თუ ჩვენ ამ ბანაკებს იგივე სტაჟიორებთან მიმართულებით ბატონო გიორგი ჩავთავთ და გავაკეთებთ, ეს ახალგაზრდებში და ოჯახებშიც საქართველოს მოქალაქეებს გაუღვიძებთ მათ ინტერესს, რომ ბავშვება აიღონ ორიენტირი უმაღლეს სასწავლებელში ამ მიმართულებით. შემდეგი თქვენ მზანეთ, რომ სვანეთში მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა მთლიანად რაღაცა. უნდა მოვიფიქროთ აქ რაღაცა სვანეთის აუცილებლად. ისედაც იცვლება კლიმატი და ჩვენს იმაში ვერ ჩაჯდება კლიმატი. სვანეთში იგეგმება ძალიან ბევრი ობიექტი. დიახ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მხოლოდ დაუშვათ 7 თვე გვაქვს, ან 8 თვე სამუშაო პირობები სვანეთში, მაგრამ ნუ შევცვლით კლიმატ, ჯობია დარჩეს კლიმატი და ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ჩავერთოთ იმისათვის, რათა სვანეთის უნიკალური ძეგლების მონიტორინგი, სამუშაოები, რაც იქ მიმდინარეობს, იყოს შენარჩუნებული. და ბოლოს თქვენ მზანეთ, რომ ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული ნებართვების საკითხიო, მივესალმები, ძალიან კარგია და თქვენ მზანეთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა არის თითოეული საქართველოს მოქალაქეს ვალი, მუნიციპალიტეტის ვალი, გუბერნიის, მთავრობის, პარლამენტის, მაგრამ აქ ერთი ძალიან რთული საკითხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად, როდესაც მუნიციპალიტეტი რაღაცას საკითხს აგზავნის სამინისტროში, გვიგვიანდება პასუხი. ანუ პასუხის დაგვიანება მესმის, ეს რთულია, მოითხოვს შესწავლას, მაგრამ ეთყობა კადრების დეფიციტი თუ გვაქვს, ეს უნდა ვიცოდეთ, რათა მოხდეს შესწავლა ადგილზე, რათა თქვენი დასკვნა იყოს დროულად გაცეული. თან ეშინიათ მუნიციპალიტეტებს, იცით, ამავე დროს როჩავერიო და ვაი არ იყოს ეს ჩარევა ისეთიო. ეს შიში არსებობს, ამიტომ საქმე ფუჭდება ამ მიწერ მოწერაში, ძალიან კარგია რომ ელექტრონულად წავედით, მაგრამ დრო იკარგება და შეიძლება მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ესე უფრთხილდებით და რომელსაც თქვენ ამდენი დრო დაუთმეთ, მე მაინც გონია რომ დროში მაქსიმალურად უნდა ვიყოთ, არა გვაქვს ჩვენამდე დრო. თუმცა ალბათ დამეთანხმება ბატონო გიორგის და თქვენს, რომ ევროპის ქვეყნებშიც წლები მიმდინარეობს ნებისმიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა, რეაბილიტაცია, რესტავრაცია, მაგრამ იმათ გააჩნიათ სათანადო აღჭურვილობა, სპეციალისტების ჭარბი რაოდენობა, რისი ფუბუნებაც ჩვენ არ აგვაქვს. ამიტომ ვთვლი, რომ საკითხი კომპლექსურია, სადაც თქვენიც, ჩვენიც და მუნიციპალიტეტების ჩართულობა უნდა იყოს ერთობით. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ ადგილებზე მუნიციპალიტეტებში უნდა გყავდეთ თვითონ მუნიციპალიტეტში როგორც მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. შეიძლება დაუშვათ იქ, სადაც მეტია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყოს მეტი, სხვა რეგიონში დაუშვათ ნაკლები. ვთვლი, რომ ეს ძალიან წაწევს წინ, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დაინახოს, როგორ სწრაფად რეაგირებთ ნებისმიერ გამოწვევას, რაც ჩვენ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას შეხებასთან არის დაკავშირებული. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. რადგან გელათის მოზაიკის თაობაზე გაინტერესებთ, უფრო დეტალურად შევეხები. კი ბატონო, კი. მოზაიკური კომპოზიციის საკონსერვაციო სამუშაოების პროგრამა ახორციელებს რომის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მრავალპროფილური გუნდი პროფესორ რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით. 2024-25 წლებში დეტალურად იქნა კომპლექსური კვლევების საფუძველზე, დეტალურად იქნა შესწავლილი კომპოზიციის ტექნოლოგია, მასალების მდგომარეობა, სხვადასხვა პერიოდის ჩარევები, ანუ მოხდა დეტალური შესწავლა ამ კომპოზიციის. თქვენ თუ დაესწარით ნარდის პრეზენტაციას, ეს იყო ისეთი საოცარი სიამაყის განცდა დაგეუფლებოდათ, როცა აი ამ დონის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს არის მსოფლიოში უნიკალური კომპოზიცია
თავისი ფერთაგამით, რაოდენობით, თავისი შესრულების ტექნიკით და მისთვის არის უდიდესი ბედნიერება ადამიანს, რომელსაც ნამუშევარი აქვს სოფლიო მემკვიდრეობის არაერთ ძეგლზე, მისთვის გელათი აღმოჩნდა რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ობიექტი. სწორედ აი ამ კვლევების საფუძველზე მოცემულ ეტაპზე ხორციელდება პრევენციული კონსერვაცია. პრევენციული კონსერვაციის ფაზა, პრევენციული კონსერვაცია თავისთავად გულისხმობს პირველადი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას, იმისათვის რომ ეს კომპოზიცია გამაგრდეს, გაიწმინდოს მარილებისგან, მოცილებული მოზაიკის ელემენტები დაუბრუნდეს თავის საფუძველს და აი ამ მთლიანად მოზაიკაზე გაკეთდეს საბამისი დამცავი ბადე, რომელიც ამ მოზაიკას დაიცავს ყოველგვარი ვიბრაციის ზემოქმედებისაგან, როცა დაიწყება სახურავის გადახურვის კვლევები. უკვე შემდგომ პერიოდში უკვე მომავალი წლიდან უკვე დაგეგმილია შემდგომი უკვე სრული საკონსერვაციო ფაზის შეთანხმება სოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მათი შეთანხმების საფუძველზე უკვე დაიწყება აი ამ მოზაიკის სრული კონსერვაცია. ანუ ჯერ ვართ პრევენციული კონსერვაციის ეტაპზე და სრული კონსერვაციისთვის საჭიროა რომ ის მომზადებული დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს სრული კონსერვაციის მეთოდოლოგიას და ჩასატარებელ სამუშაოებს, აი ეს სამუშაოები დაიწყება მხოლოდ იუნესკოს-თან შეთანხმების შემდეგ. ანუ პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, არ ჩერდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ და სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ გელათის მოზაიკა შეინარჩუნებს თავის სახეს და უკეთესად კონსერვირებული, რესტავრირებული იქნება სულ რამდენიმე წელში. სრულად როდის დასრულდება გელათის კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები არის ძალიან რთული სათქმელი, იმიტომ რომ კვლევის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ეხლა დაიწყო გადახურვის კვლევა, რაც არის ყველაზე ისეთი ნიშნულოვანი ამ ტაძრისთვის, იმისათვის რომ ტაძარი მოექცეს გადახურვაში და მოიხსნას ეს დროებითი გადახურვის კონსტრუქცია. ეს იქნება სავარაუდოდ გრძელვადიანი სამუშაოები და რა გითხრათ, ზუსტი თქვა იმისა, როდის დასრულდება გელათის რესტავრაცია, არის ძალიან რთული სათქმელი. იმიტომ რომ ეს ეფუძნება კიდევ ერთხელ გითხარით ამ კვლევებს და კვლევები რას გვიჩვენებს, რა მონაცემებს მოგცემს და რა დღის წესრიგს გვიკარნახებს, ეს უნდა გამოჩნდეს სწორედ აი ამ კვლევების საფუძველზე. რაც შეეხება კადრების დეფიციტს ვახსენე, როგორ გეგმავთ აი ამ პრობლემის გადაჭრას. ეს არის თავად კულტურის სამინისტრო არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში. ქალბატონი მინისტრის ყოველი შეხვედრა, ყოველი გამოსვლა სამინისტროს ორგანიზაციებთან იწყება ამით, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდა კადრების მოზიდვას სფეროში. ამ კუთხით ბუნებრივია თვითონ სამინისტრო სტრუქტურაში არსებულ სასწავლებლებში სამინისტრო დაგეგმავს იმგვარი ქმედებების განხორციელებას, სამხატვრო აკადემიაშიც გაჩნდეს ინტერესი, რომ იქ მივიდნენ არქიტექტურის რესტავრაციის ფაკულტეტზე სტუდენტები. ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გავაკეთოთ, უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენს მიერ გამოცხადებულ დაგეგმილ სამუშაოებში აუცილებლად ჩაერთვებიან ახალგაზრდები და თავად სამინისტროს აპარატშიც და ეხლა სულ ახლახანს ორი ახალგაზრდა გავიცანი კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიმართულებით, ერთი ქვის კონსერვაციის მიმართულებით და მათ შევპირდი, რომ როცა ჯვარზე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, ისინი იქნებიან ამ პროცესში ჩართული. შეიძლება უშუალოდ თავად არ განახორციელონ ესეთი კონსერვაცია ან ჩარევა, მაგრამ თუნდაც ამ პროცესზე მუდმივი დაკვირვება, ამ პროცესში მონაწილეობა, მათთვის იქნება ძალიან დიდი პრაქტიკა და
თავად გელათიც კი ზრდის, აი კადრების სამჭედლოდ გამოდგება, იმიტომ რომ გელათი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ურთიერთ თანამშრომლობით და კოლაბორაციით ძეგლის გადარჩენა. და აი გელათის რეაბილიტაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები იღებენ ფაქტობრივად ფასდაუგდებელ ცოდნას, აი იქნება ეს მოზაიკის, კედლის მხატვრობის კონსერვაციის თუ ზოგადად საკონსერვაციო სამუშაოების მიმართულებით და შემდგომში ბუნებრივია ეს სპეციალისტები დარჩებიან საქართველოში და იმუშავებენ სხვა ძეგლებზეც და შემდგომში ასწავლიან სხვა სპეციალისტებსაც. რაც შეეხება ლაბორატორიას, ბუნებრივია ეს ლაბორატორია დარჩება საქართველოში, თუმცა ეს ლაბორატორია არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ და ლაბორატორიას ასევე ეხლა გელათისთვის რა არის კარგი ის, რომ ის სპეციალისტები მართავენ ამ ლაბორატორიას, რომლებმაც იციან მართვა, ლაბორატორია როგორ უნდა გამოიყენონ, ამ პროცესში ამავე დროს ამას სწავლობენ ქართველები, მაგრამ შემდგომში დაგვჭირდება კიდევ გაფართოვება, რომ მე შემდგომში ამ ქართველმა სპეციალისტებმა ასწავლონ კიდევ თავის სხვა ქართველ კოლეგებს. ბუნებრივია ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ამასაც, მაგრამ ჯერჯერობით რომ გითხრათ, რომ აი ხვალვე და მომავალ წელსვე გვექნება კიდევ ერთი ლაბორატორია, ეს იქნება, ასე ვთქვათ, საფუძველს მოკლებული, რეალურ საფუძველს მოკლებული დაპირება და არ მინდა ასეთი დაპირებები გავცე. რაც შეეხება პასუხების დაგვიანებას, რაზეც წუხან მუნიციპალიტეტები, ძირითადად ეს გაპირობებულია რითი და მინდა რომ მუნიციპალიტეტებთან უკვე რადგან ჩამოყალიბდა ახალი არჩევნების შედეგად ახალი მუნიციპალური ორგანოები, ყველა მუნიციპალიტეტს შევხვდეთ და აუხსნათ, როგორ უნდა დაგეგმონ სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში. უყურეთ, თავარია ჩვენი ჩართულობა და კონსულტაციები დაგეგმვის ეტაპზე. თორემ თუ უკვე გადაწყვიტა მუნიციპალიტეტმა და პროექტი გამოაცხადა, რომ ძეგლის ფიზიკური დაცვის ზონაში აშენებს რაღაც 4 სართულიან ნაგებობას, მერე ბუნებრივია ჩვენთან ეს შეთანხმების პროცესი რთულდება. იმიტომ რომ ეუბნებია, რომ ამ ზომის, ამ მასშტაბის, ამ ფერის, ამ გაბარიტების ნაგებობის დადგმა იქ შეუძლებელია. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ვარდება უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ უკვე შესყიდული აქვს ეს სამუშაო და ჩვენ მას შესყიდულ სამუშაოს უწუნებთ. ან დაუშვათ ტენდერს აცხადებს ძეგლის სრულ რეაბილიტაციაზე, მაშინ როდესაც ჩვენ ვთვლით, რომ ძეგლის სრული რეაბილიტაცია გამორიცხულია, უნდა მოხდეს კონსერვაცია იმ მდგომარეობაში, შენარჩუნება, რომ მდგომარეობაში დღემდე მოაღწია და აქაც ხდება ხოლმე, რომ მე 1000 ჯერ წერილის მოწერა, 1000 ჯერ უარის თქვა, ამ თავად განხილვის პროცესის გაწელვა და ამას მოყვება ხოლმე უკმაყოფილება. ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს უკმაყოფილება დავიდეს მინიმუმამდე, ჩვენი ხარვეზები გამოვასწოროთ, თუმცა მუნიციპალიტეტებსაც აუხსნათ, რომ დაგეგმვის ეტაპზეა მნიშვნელოვანი ჩვენთან კომუნიკაცია, რომ მათ არ გასცენ ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციაზე თანხმობა ჩვენი პირველადი თანხმობის გარეშე, იმიტომ რომ თუ მუნიციპალიტეტმა შეითანხმა რაღაც ტერიტორიაზე კოეფიციენტები, არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება, ინვესტორს მისცა დაპირება, რომ აქ შეუძლია სადღაც X ტერიტორიაზე 10 სართულიანი სახლის აშენება და მერე ჩვენთან უკვე გამზადებული პროექტი მოდის, უკვე სრულყოფილი პროექტის შესათანხმებლად ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ტერიტორიაზე წარმოუდგენელი ამ მასშტაბის, ამ მოცულობის ნაგებობის განთავსება, ეს უკვე იწვევს ჩვენდამე უკმაყოფილებას, რაც არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ანუ უნდა ესმოდეს მუნიციპალიტეტსაც, რომელია მის ტერიტორიაზე სენსიტიური ადგილები, სადაც აი ესეთი ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია არ უნდა შეითანხმოს ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, რომ მე არც ინვესტორი და არც თავად მუნიციპალიტეტი არ აღმოჩნდეს რაღაც გადაულახავი პრობლემების წინაშე. თუმცა ეს ყველაფერი არის დაძლევადი. თავარია თავად ჩვენ როგორ ვთქვათ, ჩვენ თვითონ გვიჭირს ცენტრალურ აპარატში პროფესიონალი კადრები
კადრების მოყვანა და როგორ თქვათ, რომ მუნიციპალიტეტში ყველა მუნიციპალიტეტს ყავდეს პროფესიონალი კადრები. რთულია ამ კადრების მოძიება, თუმცა თავიდან აი ამ თანამშრომლობით, ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაციით უნდა უნდა მინიმუმამდე დავიყვანოთ აი ეს ასე ვთქვათ ურთიერთშორის უკმაყოფილება და ვითანამშრომლობთ ისე რომ დაცული იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ინტერესები და მუნიციპალიტეტის ინტერესები. და რა თქმა უნდა თქვენ ახსენეთ ბაგრატის ტაძარი და მე როგორც ქუთაისის დელეგატს არ შეიძლება რომ კიდე ერთხელ არ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რა მდგომარეობაა როგორ ხდება ამ წყლის ჩადინების შემდეგ ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა რას მოითხოვს და რას გეგმავთ თუ შეიძლება ბატონო ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სრული რეაბილიტაციის შედეგად ტაძარი გადაიხურა სპილენძის საბურველით. აღმოჩნდა, რომ ამ სახურავიდან ჩამონადენი წყალი სრულად დასდის კედლების გარკვეულ ნაწილს და უკვე ცოკოლის მონაკვეთებში და თვითონ ძეგლის კედლები არის აბსოლუტურად ფერშეცვლილი და დაზიანებული აი ამ ჩამონადენი წყლისგან. როდესაც მოვედით, დაგვხვდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბაგრატის ტაძრის გადახურის სრულად შეცვლას ისევ. მაგრამ გარანტიას იმისა, რომ იგივე პრობლემა არ შეიქმნება სამომავლოდ, ჯერჯერობით ეს პროექტიც ვერ გვაძლევს. იმიტომ რომ ვკითხულობ, რა არის პრობლემა, უხარისხო მასალა, რომელიც ჟანგვის ისეთი პროცესი განიცადა, რომ ძეგლი დააზიანა, თუ სახურავია მოწყობილი არასწორად, დაუშვათ არ არის საკმაო გადმოშვერები იმისათვის, რომ წყალი გარეთ გადმოვიდეს და არაზედ კედელზე დადიოდეს. აი სწორედ ამ პრობლემატიკის შესწავლა რომ ვითხოვე, აღმოჩნდა, რომ ერთის მხრივ მასალა, რომლის გამოშრობაც ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე და სიჩქარეში ფაქტობრივად სველი სპილენძის მასალა იქნა დახურებული ბაგრატზე. ამან გამოიწვია ისეთი ჟანგვის პროცესები, რომ თავად ძეგლიც დააზიანა და თავად გადახურის კონსტრუქციებიც ისეა მოწყობილი, რომ წყლის გადამყვანის სისტემა არ არის იმგვარად მოწყობილი, რომ იმაზე კედლებზე არ ჩამოდიოდეს წყალი. ეხლა რასაც პირველად გადაუდებელ სამუშაოდ გეგმავთ, ეს არის სარკმლების ამოგოზვა, რომ სარკმლებიდან წყლის ჩადინება შევაჩეროთ, ეს შეიძლება მოხდეს ხარაჩოს მოწყობის გარეშეც, ანუ პირველადი გადაუდებელი ღონისძიება, თუმცა ბაგრატზე აი ესეთი სპეციალისტთა კომპლექსური ჯგუფის ჩართულობით მინდა განვიხილო, ზუსტად დეტალურად გავიარო ის პრობლემატიკა, რომელიც არსებობს და მხოლოდ სათანადო კვლევების საფუძველზე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე შევეხოთ ბაგრატის გადახურვების კონსტრუქციას. თუ ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ მთლიანი გადახურვაა შესაძლებელი, უნდა შეიცვალოს, მაგრამ თუ ამ გადახურვაზე შეიძლება რაიმე ისეთი სამუშაოების ჩატარება, რაღაცა დანამატების გაკეთება, რომელიც ტაძარ კედელზე წყლის ჩადინებას აგვარიდებს, შეიძლება წავიდეთ ამ გზით. აი ეხლა გვაქვს აი ეს მსჯელობის ეტაპი და გვინდა რომ გადაწყვეტილება მივიღოთ ისეთი, რომ ეს არ აღმოჩნდეს ძეგლისთვის კიდევ დამაზიანებელი შემდგომში და ძეგლის სრულად დავიცვათ საფრთხეებს. იმედია ჩვენი ჩართულობაც იქნება ამ საკითხში ძალიან გთხოვთ რომ ვიყოთ ჩართულები როგორც დელეგატი, ასევე კომიტეტი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელ მხარის კედელს გულისხმობთ აქ ამ წყლის ჩადინებას ქალბატონო? ეს არის სამხრეთ-დასავლეთი თუ არ ვცდები. სამხრეთ-დასავლეთი კედელი. ძირითადად სამხრეთ-დასავლეთი კედელი. დიახ, შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთი კედელი. დიდი მადლობა. მადლობა, ბატონო ზაზა. კითხვები ხომ არ არის? დიახ, ბატონო გენო, გთხოვთ. არა, გვესმის თქვენი ხა? ბატონ გიორგის მინდა მადლობა შესაძლებლობისთვის მოგზაურობის პირობებში და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხების მოსმენისთვის ჩვენთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი მადლობა თქვენ ესეთი სერიოზული
დაიწერა როგორც მახსოვს ამის შესახებ გაინტერესებს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია შემდეგ თუ მოხდა ამ ყველაფრის გაგრძელება რა თქმა უნდა და მეორე კითხვაც პატარა კითხვაც მაქვს მე როგორც დევნილი კაცი და სამოჩაბლოს წარმომადგენელი დარწმუნებული ვარ ბატონი გიორგი დასვამდა ამ კითხვას და შემიძლია ხომაღლა თქვა და მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგის იმ არაჩვეულებრივი უნიკალური ნაშრომებისთვის რასაც ჩვენი ხეობებისთვის აკეთებს ეს იქნება დიდი ლიახვის ხეობა ფრონის ტუქსტის ხეობა ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეების განმავლობაში ხშირ შემთხვევაში ისტორიის გაყალბების მომსწრეები ხდებით ხოლმე ეს ბლოგერების მხრიდან ხდება თუ მათი მხრიდან ეს ჩვენთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამოა და ერთადერთი ვის კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ გიორგის ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის უნიკალური წიგნები გამოსცა და ჩვენი ახალგაზრდები ხშირ შემთხვევაში გაეცნობიან მეც მათ უკრა სამაჩაბლოს შესახებ წიგნი და ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე ხომ არ გვაქვს რაღაცა გასაკეთებელი ჩემი აზრით გვაქვს და თქვენი აზრიც მაინტერესებს ხომ არ შეიძლება სხვადასხვა პლატფორმებზე გავშალოთ ეს სხვადასხვა ინფორმაცია რომ არ მოხდეს ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა ბატონო გიორგი კი ბატონო იმიტომ რომ დაუშვათ იკორთის ტაძარზე თიღვის ტაძარზე ასე ვთქვათ გერის მინდა გიორგზე რაღაცა დამახინჯებული ისტორიებს ქმნიან ხოლმე სხვადასხვა პერსონები და წარმომადგენლები მე ბატონ გიორგისაც მოვაწოდე ჩემი სოფლის ტაძარზეც იყო რაღაცა ისტორიის გაყალბების ცდელობა და აქედან გამომდინარე ხო ძალიან გული დარწმუნებული ვარ რომ იტყოდით ბატონო გიორგი ძალიან გული მტკივა ხოლმე და ფიქრობ ჩვენც რაღაცა სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით მცირე სხვადასხვა ინფორმაცია შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენს ახალგაზრდებს რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი ინფორმირებისთვის და სხვადასხვა ახალგაზრდების გაეცნობიან ამ ყველაფერს. Ну, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი ინიციატივასავითაა და ლომისის ტაძარზე მაინტერესებს მოწყვილად. იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული გზარები იყო და მამაურებას თხოვეს რომ იყო ჯგუფის გაგზავნილი. კი, ჯგუფი იყო გაგზავნილი, ბატონი გიორგის თხოვნა იყო. სწორედ ის რომ კონსტრუქტორი არ ყავდა სააგენტოში ართულებდა ამ ჯგუფის მივლინებას, როგორც კი ჩვენ ავიყვანეთ თანამშრომლად კონსტრუქტორთან ერთად არქიტექტორ რესტავრატორები იმყოფებოდნენ ადგილზე, მოახდინეს დეტალური ფიქსაცია და მომავალ წელს ჩვენ აუცილებლად დავგეგმავთ საპროექტო სამუშაოებს. ანუ ჯერ შევისყიდით პროექტს, ეს არის საკმაოდ რთული ობიექტი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისასვლელად არის ურთულესი და აი შიში იმისა რომ ვინმე შეიძლება ვერ გაბედოს ამ ტაძარზე არ გამოთქვას სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების სურვილი არსებობს, თუმცა ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. პროექტი აუცილებლად იქნება. დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის? მაშინ მეც დავსვავ რამდენიმე კითხვას. ეს ხდება ხოლმე თავმჯდომარე დაჩაგრულია բոլოს სასწავლო კითხვებს. ესე იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სანამ კითხვებზე გადავალ, მინდა შევაჯამო და მადლობა უთხრა კალბატონ თეას ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციისთვის, კითხვებზე პასუხებისთვის, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. რაც შეეხება ჩემს კითხვებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაინტერესებს ჩვენ საუბრობდით საზღვარგარეთ არსებულ ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით და ლევილთან დაკავშირებით რა ხდება თუ გაქვთ ინფორმაცია როდის მე რამდენადაც ვიცი მიმდინარეობს იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის სრულდება და ასე შემდეგ ასევე მეორე საკითხი რა თქმა უნდა მაინტერესებს მე შატილთან დაკავშირებით ჩვენ მქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია და ახლაც მინდა ვთქვა რომ შატილის მონახულების შემდეგ არ დამჭდა მაინც და მაინც კარგი შტაბეშტილება და ჩვენ წავაწყდით ზუსტად თელი რიგი იმ პრობლემებს რაზეც თქვენ საუბრობდით თუნდაც მაგალითად მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით თქვენ რაც ბრძანეთ აბსოლუტურად გეთანხმებით რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მნიშვნელოვანია მათი მხრიდან აქტიური ჩართულობა მაგრამ ეს კარგიც არის, მაგრამ საშიშიც იმ თვალსაზრისით, რომ ახლა მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლობა შეიძლება იქ იმგვარად ჩაატაროს დაზუსტების სამუშაო და დააზიანოს ძეგლი, ნებისმიერ შეიძლება ეს მოხდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული წერილობითი სავალდებულოდ შესასრულებელი წერილობითი რეკომენდაციების შემუშავება. მერიებთან შეიძლება ეს წერილები დაიგზავნოს, შესაძლებელია მათ გაუწეროთ რაღაც რეგლამენტი, თუ გნებავთ სავალდებულოდ შესასრულებელი რეგლამენტი. არ ვიცი ეს საკითხი დაძრულია, ამაზე მუშაობთ, თან თუ არ მუშაობთ, შესაძლებელია ვიმუშაოთ.
და მერიები ჩავთოთ, იმიტომ რომ მერიებს დიდი რესურსი აქვს ამ მიმართულებით. მათ შორის ასევე რაც შეეხება არქეოლოგიურ სამუშაოებს, ახლა მაგალითისთვის უნდა ითქვას რუსთავის ციხის არქეოლოგიური სამუშაოების დაწყება, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენს ერთად ყოფილობით ამ გახსნაზე. ეს არის მართლაც ნიმუში, სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მერია მოიქცეს და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონინოს მადლობა უთხრა ამ ინიციატივისთვის. მერიამ თავად დააყენა არქეოლოგიური სამუშაოების დაწყების ინიციატივა, ამაში ჩართო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩართოთ თქვენ, ასევე ძეგლდადაცვის სააგენტო და სხვა პროფილური ორგანიზაციები და თავად დააფინანსა, თავად მოიწვია სპეციალისტები. შესაძლებელია ჩვენ ანალოგიური მაგალითისკენ მოუწოდოთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც, სადაც ასე ვთქვათ, ძვირფასი და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობაა, შესაძლებელია მათაც გააკეთონ იგივე, იმიტომ რომ გეთახმებით, ეხლა მარტო სააგენტო ადგეს და ათასობით ზეგს თვითონ მიხედოს და უპატრონოს, ეს არ არის მარტივი ამბავი და შეუძლებელიც არის. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად, ვისაც რა შეგვიძლია, ეს იქნება მერია, ეს იქნება გუბერნია თუ სხვა, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ და ეს საკითხები მაქსიმალურად გადავჭრათ. ეხლა თუნდაც მაგალითად კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით, ხო, რა თქმა უნდა, კვალიფიციური კადრები პრობლემაა. კვალიფიციური კადრების მომზადებას ასევე კვალიფიციური კადრები ჭირდება იმ შესაბამის უნივერსიტეტებში, სადაც ასევე პრობლემაა. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედით უყურებ განათლების რეფორმას, რომელიც დაანონსდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანწილად გადაჭრის მათ შორის ამ პრობლემასაც, რაც ჩვენ გვაწუხებს, ვინაიდან ჩვენ გქონდა ასევე ძალიან საინტერესო განხილვა და საუბარი ბატონ გივი მიქანაძესთან, განათლების მინისტრთან და ძალიან საინტერესო ხედვები მოვისმინეთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს დროსთან არის დაკავშირებული და ეხლა 10 წელი იქნება თუ 15 წელი, სანამ ეს კვალიფიციური კადრები გაჩნდება, მანამდე ხო სჭირდება ამ ყველაფერს მიხედვა. უცხოური კადრები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, არავის არ გვიხარია, რომ თლიანად უცხოელ სპეციალისტებს ჩამოვეკიდოთ და მათ ვუყუროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება და მათ შორის ღილათის პროექტიც ხატობს, რომ უცხოელი მაღალ კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ სამუშაო ბევრია, რა თქმა უნდა, პრობლემები ძალიან ბევრია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძეგლდადაცვის სააგენტო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად იქნეს აღმოფხვრილი და პრევენცია მოხდეს მთელი საკითხების, რაზეც თქვენ გისაუბრეთ. პირველ რიგში ახლა ჩვენ დიდხანს გაგვიძლია კომიტეტი და მოკლედ რო გითხრათ თუ შეიძლება შატილთან დაკავშირებით თუ იგეგმება. ამიტომ შატილი არის საგანგებო მდგომარეობაში, შეიძლება ითქვას. ასევე ლევილთან დაკავშირებით მაინტერესებს მოკლედ ინფორმაცია და ასევე რა თქმა უნდა მე მქონდა მეუფე ანდრიასთან შეხვედრა და ჩვენ ერთად მოვინახულეთ ძეგლები და ასევე კასპის მეტეხთან დაკავშირებით, რომელიც არის მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში. მე პირადად რაც ვნახე იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა და მე ვიცი რომ თქვენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით დაწყებული გაქვთ და თუ შეგიძლიათ რომ დეტალურად გითხრათ ამასთან დაკავშირებით. მადლობა. ესე იგი შატილზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და როდესაც ჩავედი და ჩემი თვალით ვდახე იქ არსებული მდგომარეობა, აბსოლუტურად ცხადყო აი ამ მდგომარეობის გაანალიზებამ, რომ შატილზე მხოლოდ ცალკეული ობიექტების რეაბილიტაცია არ მოგცემს იმ შედეგს, რაც ჩვენთვის სასურველია. სააგენტო ყოველწლიურად შატილში აკეთებს რამდენიმე ობიექტის გადაუდებელ გამაგრებით სამუშაოებს, მაგრამ ეს ვერ უზრუნველყოფს მთელი კომპლექსის მდგრადობას და შატილთან დაკავშირებით საგულისხმოა ისიც, რომ აქ ბრუნდებიან მესაკუთრეებს უნდათ ამ კომპლექსის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გამოყენება. პრობლემას ქმნის ისიც, რომ შატილის მიმდებარედ მის აქტიურ ვიზუალური დაცვის არეალში უკვე გაჩნდა შეუსაბამო ნაგებობები და აი ამან საერთო ჭრილში დაგვანახა იმის აუცილებლობა, რომ შატილზე აუცილებელია ერთიანი კონსერვაციის გეგმის გაკეთება, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს როგორც ძეგლის უზრუნველყოფილი იქნება როგორც ძეგლის რეაბილიტაცია, ასევე იქ საინჟინრო კომუნიკაციის მოწყობა, მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარება და ყველა ის აუცილებელი სამუშაოები, რაც საჭიროა კომპლექსის მდგომარეობის გაუმჯობესების, მისი შენარჩუნებისა და ისტორიულ-მხატვრული ღირებულების შენარჩუნებისათვის. ლევილს რაც შეეხება, ეს არ არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, არ არის ამ პროცესებში ჩართული, უშუალოდ პროცესს წარმართავს კულტურის სამინისტრო, თუმცა ჩემთვის რამდენად ცნობილია, იქ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მისი დასრულების თაობაზე ინფორმაციას მე ვერ
ვერ მოგაწვდით. მეტეხის კასპის მეტეხი, ესეც თქვენი ასე ვთქვათ, თხოვნის კი არა, თქვენ გააჟღერეთ ეს საკითხი, მანამდეც არაერთი მოწერილობა არსებობდა ეპარქიის მხრიდან, ჩვენი სპეციალისტები იმყოფებოდნენ ადგილზე, დამუშავებულია ტექნიკური დავალება და 2026 წელს შესყიდული იქნება რეაბილიტაციის პროექტი. ასევე იქნება სამთავისზე, ანუ ისეთ საეტაპო ძეგლებზე, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ასევე ბოლო კითხვა მექნება დმანიში თუ იგეგმება არქეოლოგიური სამუშაოების დაწყება, მე მქონდა შეხვედრა ბატონ ჯუმბერ კომპანიასთან და მქონდა სურვილი რომ აღნიშნული საკითხი დაგვეყენებინა. დმანიში არქეოლოგიური სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება და მიმდინარე ეტაპზეც ჩვენც გვქონდა დმანიში წელს 20 არქეოლოგიური სამუშაო დავაფინანსეთ და მათ შორის არის დმანიში დაუშვათ ბაშლეფის ტბის წყალქვეშა და მიმდებარე არქეოლოგიური სამუშაოები. ასე რომ არქეოლოგიური სამუშაოები ჩვენს მიერ აქტიურად ფინანსდება. თუკი კარგით, კითხვა ხომ არ არის მოსაზრება? თუ არ არის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია რომ კი ბატონო დავასრულოთ კომიტეტი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს გუნდს დიდო თქვენთაგანს მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და დაგემშვიდობებით. სულ მომს დახურულად ვაცხადებ. მადლობა.